შეიძლება. მოგესალმებით. თავისთავად ერთი კონკრეტული მოვლენით ძალიან რთულია შექმნა ზოგადი სურათი ქვეყანაში, მაგრამ მოვლენათა ჯამით ძალიან დიდი ალბათობით არის შესაძლებელი პოლიტიკური ცხოვრების განვითარების შესახებ ვისაუბროთ. Რამოდენიმე მოვლენა, რომელიც ამ დღეებში განვითარდა, იძლევა შესაბამისი დასკვნების გაკეთების საშუალებას. დაუშვათ კანონი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შესახებ და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პრაქტიკულად გრძელდება ის წესი დამკვიდრებული ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე ერთჯერადი ამოცანებით ვაპირებთ პრობლემების გადაწყვეტას და არა ფუნდამენტალურად საკითხის განხილვას, ძირითადი პრობლემების დასახვას, ძირითადი თემების წამოწევას და შემდეგ ერთიანად ამ საკითხის მოგვარებას. უკვე მე რამდენჯერ ყოველი არჩევნების წინ პარტიების დაფინანსების საკითხი ხდება ვაჭრობის თემად, პარტიების დაფინანსების საკითხი ხდება პიროვნული მომენტებიდან გამომდინარე ყოველივე პრინციპების გარეშე, იქნება ჩამოთვლილი პოლიტიკური ჯგუფები და შემდეგ ამ ჯგუფებზე მოარგებენ ასე ვთქვათ კანონპროექტს. არადა წესი და რიგით ჯერ პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ, ჯერ იმ კრიტერიუმებზე უნდა შევთანხმდეთ, რომელი კრიტერიუმებიც არის საჭირო იმისათვის, რომ პარტიები დაფინანსდნენ, რა პირობებია საჭირო იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტიები განვითარდნენ და ამის შემდგომ არის შესაძლებელი ამ კრიტერიუმებს თვით საკმაყოფილებს ყველა ეს პოლიტიკური პარტია მიიღოს დაფინანსებაც, საეთერო დროც, სხვა დამატებითი საშუალებები და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ჩვენთან აი ძველი პრაქტიკა კვლავ გრძელდება, კვლავ და კვლავ ხდება თავის დროზე წინა წლებში დამკვიდრებული კვალიფიციური სუბიექტების სტატუსის გამოყენება მაშინ, როდესაც ყველა შეთანხმებულია, რომ ეს არჩევნები, რომელზედაც ეს კვალიფიციური სუბიექტის წოდება მიიღეს, იყო უკანონო, იყო დარღვევებით და მას არაფერი საერთო არ ჰქონდა არჩევნებთან. მაგრამ ის ხალხი, ვინც ამას ამბობს, ძალიან კარგად სარგებლობს იმ პრივილეგიებით, რომლებსაც ეს კვალიფიციური სუბიექტობა ანიჭებს. ამის მიღმა შეგვიძლია გუშინდელი ფაქტთან დაკავშირებითაც, რომელიც ეხება იგივე გუნავას შეწყალებას, პრაქტიკულად პროცესები ნათლად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ თავიდანვე ეს ყოველივე გაანგარიშებული იყო, რომ ბრალი დაედო შეიძლება ვთქვათ დღევანდელი დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი დანაშაულებების ფონზე რაღაც უმნიშვნელო საკითხზე, როგორიც არის დაუშვათ 3 ტონა საწვავის გამოყენება, როგორიც არის დაუშვათ ამა თუ იმ სახელმწიფო სახსრების გამოყენება პოლიტიკური პარტიის საკეთილდღეოდ და შემდეგ ძალიან კარგად ვიცოდით უყოლამ, რომ ადვილი შესაძლებელი იყო ამ მუხლებით გასამართლებული ადამიანების შეწყალება და ასე შემდეგ. ეს ყოველივე იძლევა ბევრი ამის მაგალითი კიდევ შეგვიძლია მოვიყვანოთ, დაუშვათ ისეთი როგორიც არის პრაქტიკა, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კანონები ხდება რიგარეშე სესიებზე მიღებული და განხილული პარლამენტში და მიმდინარე სხდომებზე განიხილება ისეთი საკითხები, რომ შეიძლება ადამიანს შეწყვეტს კიდევაც იმ კანონპროექტების დასახელებაც კი, რომელიც ჩვეულებრივ სიტუაციებში ხდება პარლამენტის მსჯელობის საგანი. ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს იმ გარემოებაზე, თუ თვალს გადავავლებთ ამ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების სახელწოდებებს და შემადგენლობას, რომ აქ ადგილი აქვს წინასწარ განზრახულ ქმედებებს, რათა თავის დროზე სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის, ან თავისი ფუნქციის შეუსრულებლობისთვის, ან და პოლიტიკურ ცხოვრებაში რეალურად ვერ შემდგარი რეიტინგ დაკარგული პარტიებისთვის კვლავ შეიქმნას სასათბურე პირობები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაემსგავსა იმ რაკეტას, რომელმაც ხალხის თვალში რეიტინგ დაკარგული პარტიები უკან დააბრუნა ორბიტაზე და კვლავ გაუხანგძლივა სიცოცხლე, კვლავ შთაბერა ახალი სიცოცხლე და შესაბამისად ეს პარტიები, რომელიც ცალკე აღებული ალბათ 0.1%-საც ვერ გადალახავდა
არჩევნების დროს კვლავ დაუბრუნა პოლიტიკურ ცხოვრებას, მისცა უფლებამოსილებები, მისცა ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ აქტიურად ეს ადამიანები დაუბრუნდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას. ამავე დროს მეორე მხრივ პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილი გახდა გარანტი ნაციონალური მოძრაობისთვისაც და ფრაზა, რომელიც ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალური იყო, რომ თურმე ნაცმოძრაობის გადარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის გადარჩენა, ნათლად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ 2003 წლის რევოლუციის გადარჩენასთან გვაქვს საქმე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პრაქტიკულად მოსახლეობის თვალში ნდობა დაკარგული ხელისუფლების თუ მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს სხვადასხვა კონფიგურაციით კვლავ წარმართავს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას და კვლავ ხდება 2003 წლის შედეგების რეანიმირება და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თუ როგორ დამთავრდა 2003 წლის მოვლენები საქართველოსთვის. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ იგივე მომქმედი პირები არიან კვლავ დაბრუნებული სცენაზე, უბრალოდ შეიცვალა კონფიგურაცია სცენის, რეჟისურა და სცენარი დარჩა იგივე, შეიცვალა მთავარი მომქმედი გმირები, უბრალოდ გადანაწილდა მთავარი მომქმედი გმირები და კვლავ ქართული პოლიტიკა შედის იმ სტაგნაციის პერიოდში, რომლიდანაც ასე აშკარად თითქოს და სიტყვებით გამორბივართ ჩვენ. აქედან გამომდინარე, ქართულმა საზოგადოებამ ეს უნდა გააცნობიეროს, ჯერ კიდევ არის შანსი, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა იმისა, რომ ჯანსაღად განვითარდეს მოვლენები, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა იმისა, რომ იგივე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ ვითარებაში, ელემენტარულად არ მოხდეს პიროვნებებზე მორგება საარჩევნო გარემოსი. გახსოვთ თქვენ ალბათ საქმის გუშინ იგივე ნინო ბურჯანაძესთან მიმართებაში იყო ეს, ან იგივე სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, რატომ უნდა იყოს დაუშვათ ვაჭრობის საგანი, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს თუ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ შევიმუშაოთ პრინციპი და კრიტერიუმები, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტი და ამის შემდეგ ვიფიქროთ იმაზე, თუ რომელი სუბიექტები ჯდებიან აი ამ სიაში, თუ გვინდა ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება, სწორედ ეს უნდა იყოს ამოსავალი და არა, ასე ვთქვათ, პერსონალური გარიგებები, რაღაც კორპორატიული ინტერესები, კარტელური შეთანხმებები, საბოლოო ჯამში ეს ყოველივე კვლავ დაგვაბრუნებს იმ პოლიტიკურ კრიზისში, საიდანაც ასეთი იმედით ჩვენ გამოვდივართ, თუ ამას დავუმატებთ იმ გარკვეულ იმედგაცრუებას, თუ ამას დავუმატებთ ამ ყვადაღებულ სამართლიანობის აღდგენას, თუ ამას დავუმატებთ სოციალურ მძიმე პირობებს და ასე შემდეგ, ჩვენ კვლავ სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგევართ და ჯობია დროზე გამოფხიზდეთ, ვიდრე კვლავ აღმოჩნდეთ უსწრულის პირას. დიდი მადლობა.